ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები. პორტუგალიის სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის წევრი ედიტე ესტრელა და ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელი, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრი საბინა ჩუდინი წარადგენენ რეზოლუციას სახელწოდებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატიურად უგულებელყოფს მის შეშფოთებასა და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს. კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და 20-ზე მეტი არაწევრი ქვეყანა მიიღებს. შეხვედრაზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა წარმოადგენს, რომელიც სამიტს დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გაუძღვება. სამიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება, ევროპული დამოკიდებულებების შემცირება. ყველგან საუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საუბრობთ ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიძიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ მქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან. დახურულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი რაზე ისაუბრებს, არც ჩემი და არც ზოგადად საჯარო განსახილველი არ არის, რადგან ეს დახურული შეხვედრა არის. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება განხილული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი პარტნიორები უნდა იყვნენ საქმის კურსში. მე არ ვიცი რა მესიჯები ჩავა კობახიძე დანიაში, ერთი რაც ვიცი, რომ ეს მესიჯები არ მოემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს მოლოდინი ნამდვილად მაქვს. შესაბამისად, ძალიან ნათელი და მკაფიო ასევე ისიც, რომ ევროკავშირმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მიუხედავად ამ ვიზიტისა და მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე იმყოფება დღეს დანიაში, ევროკავშირის პოლიტიკა და ევროკავშირის დამოკიდებულება ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ არ იცვლება და ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიული განვითარების გზაზე. დროებით დაკარგული ვართ ევროპისთვის, იმის გამო რომ უბრალოდ კობახიძემაც მათ შორის ეგრეთ წოდებული პრემიერმა შეაჩერა ევროპული ინტეგრაციის პროცესი, თუმცა კონკრეტული დასავლური ევროპული ორგანიზაციები, როდესაც იკრიბებიან, საუბრობენ და მსჯელობენ საქართველოზე, სადაც არის ავტორიტარიზმი დამყარებული და უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით მათი განცხადებებიც კეთდება ხოლმე და შეგვიძლია. არჩევნებამდე 2 დღე რჩება ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტშია. პატა ბურჭულაძის მოძრაობა, რუსთაველის გამზირი და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მოქალაქეებს 4 ოქტომბერს ქუჩაში გასვლისკენ და ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ქართული ოცნების გეგმილ თამაშში მონაწილეობას არ აპირებენ. რევოლუციურ სცენარს არ ემხრობა ოპოზიციური პარტიების ნაწილი. საარჩევნო პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ ლელო ძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, არჩევნები ბერკეტია, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევისთვის უნდა გამოიყენოს. პარტიის ლიდერებს 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სკეპტიკური მოლოდინები აქვთ. პარალელურად ქართული ოცნების ლიდერების თქმით, მმართველ-გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს, თუმცა ოპოზიციამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ თუ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე კანონთან შეუსაბამო ქმედებებს ექნება ადგილი, ამას სხვადასხვა უწყების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები მოხვება. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მკაფიო მოწოდება და პოზიცია, არავის მიერ არ იყო ძალადობაზე არასოდეს გაკეთებული განცხადება, გულისხმობ ორგანიზატორებს, ახლა სოციალურ ქსელში რა კომენტარი დაიწერება, ახლა ამაზე საუბარი ახლა არასერიოზულად მიმაჩნია, რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზატორებს, რომელიც ყავს ამ დღეს მათ მიერ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, რომელიც არის საპროტესტო ელექტორატი, გაცხადებულია ღიად, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, რა თქმა უნდა, თუმცა მიზნად ისახავს საკუთარი სიმრავლიდან და მათ შორის რეჟიმის აი ამ თაქსახსულობიდან გამომდინარე იმას, რომ მოხდეს ამ რეჟიმის დასასრული. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები თბილისშიც და რეგიონებშიც 4 ოქტომბერს ვიქნებით საარჩევნო უბნებზე, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ხმები, საქართველოს
მოქალაქეების ხმები, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების რეჟიმის შეცვლა აუცილებელია და მნიშვნელოვანია დემოკრატიული მშვიდობიანი არჩევნების გზით. ჩვენთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის მოწოდებები, განცხადებები და ქმედებები დამხობის და რევოლუციების შესახებ. მინდა რომ რამდენიმე დღეში საზეიმო განწყობაზე ვიყოთ და ჩვენს მხარდამჭერებს მიულოცოთ ფაქტობრივად სარეკორდო წარმატება ლიბერტარიანული პარტიის ქვეყნის დედაქალაქში. ამისთვის ვემზადებით და ვნახოთ, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ამორჩევლები არ დაიზარებენ ამ არჩევნებზე მისვლას და ასევე არა მხოლოდ ჩვენი ამორჩევლები, არამედ ყოფილი სხვა პარტიების ამორჩევლებიც გაანალიზებენ იმას, რომ საერთო საქმის მოღალატეებზე ხმის მიცემას ჯობია ხარი დაუჭირო იმას, რომელსაც არც არასდროს ქონია შენთან ისეთი პოზიტიური დამოკიდებულება, რომ მე უარის თქმა რაღაც ვალდებულებებზე ღალატად ჩაითვალოს. ოქტომბრის არჩევნები არის ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ესეთ სამეურნეო საკითხებზე, ყოველდღიურ საკითხებზე, რომელიც რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს იქცა სწორედ აი ამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაცემის არჩევნებად და ამ არჩევნებში, როდესაც მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს, ის ასევე არჩევანს გააკეთებს იმაზე, თავად წარმოუდგენია, რომ თავად უნდა იყოს ბატონ-ბატრონი ამ ქვეყნის, თუ სხვა უნდა შემოიყვანოს მმართველად და თავად უნდა იყოს ვასალი ამ პროცესის. არაფერი დარჩენიათ, რომ ქუჩაში მოახდინონ მათი სიტყვებით მშვიდობიანი დამხობა, ასეთი ვარდების რევოლუციას პირდებოდნენ ხალხს და სისხლიანი 9 წელი მივიღეთ. ძალიან კარგად ვიცით, როგორი არის მათი მშვიდობიანი, ყველა განცხადება ყველანაირ ძალადობას და არამშვიდობიანობას მოასწავლებს. თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ზვიად კუპრავას დაკავებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპონენტების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. ნაციონალურ მოძრაობაში საკუთარი პარტიის წევრის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშწორებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს ოპონენტების ეშინია. განსხვავებულად ფიქრობენ ქართულ ოცნებაში. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, კუპრავამ კანონი დაარღვია. ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. ქართული ოცნება ყოველი არჩევნების წინ ხელოვნურად ცდილობს, რომ შექმნას პოლიტიკური სიმწვავე და ხელოვნურად ახდენს პროცესის რადიკალიზაციას. ამიტომ ჩვენთვის არანაირი დაკავებები არ არის სიახლე და არ არის სიურპრიზი. დაკავება არის ძალიან კარგი ილუსტრაცია თუ რა ელის ყველას 4 იქნება, 5 იქნება თუ სხვა თარიღი, თუ ისინი დაარღვევენ კანონს. აუცილებელი არ არის მაინც და მაინც 4 ოქტომბერს დაარღვიოს ვინმე კანონი, თუ მანამდე დაარღვევ კანონს, მანამდე იქნება შენდამი სამართლებრივი რეაგირება, თუ მერე დაარღვევ, მერე იქნება რეაგირება. ამიტომ ამბობთ, რომ მოუწოდებთ ყველას, რომ ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, ნუ ეთამაშებიან სახელმწიფო ინსტიტუტებს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. პოლიციამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა, ხოლო უკრაინის მოქალაქეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ კომპანია Kinderly Georgia, რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით კომპანია ახდენდა სუროგატი დედების მოძიებასა და მათთან დებდა ხელშეკრულებას. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით კომპანია ახდენდა სუროგატი დედების მოძიებასა და მათთან და ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული შეპესეს სახელით ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და ის მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.